ბიზნესი როგორც ვთქვათ რეჟიმის საყრდენი, ხო, enabler, ხო, ანუ ეს სიტყვა გაჩნდა, ესე ვთქვათ, ამ სანქციების კონტექსტში ბიზნესთან მიმართებით. რა დამოკიდებულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ანუ რას გულისხმობთ? ვერ მიხვდით რას გულისხმობთ? არა, აი, უდავი კონკრეტულად. ვერ მიხვდით? ვერა. კარგით, მაშინ მე აგიხსნით რას გულისხმობ? გულისხმობ სანქციების ჩამონათვალს, რომელშიც მსხვილი ბიზნესის ნაწილი და ასევე, ვთქვათ, სხვა მოთამაშეებიც არიან დასახელებულები, როგორც ივანიშვილის დასაყრდენები, მაცოცხლებლები ჩვენს ქვეყანაში. ამას გულისხმობთ. ავიც მე სიმართლე გითხრათ არ მაქვს ეს ინფორმაცია რომ დავუშვათ გითხრათ ან კი ან არა. ანუ თუ ესეა რომ დავუშვათ რაღაც ბიზნესი ჩართულია პირდაპირ და ოლიგარქიას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისუფლების ნაწილში ხა რომ სხვა პერიოდს შევადაროთ, თავისუფლების ნაწილში თავისუფლება უფრო მეტია. ბიზნესი და ბიზნესის აზრს უფრო ისმენენ ახლა, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი ბიზნეს შეხვედრებია, დავუშვათ რაღაც გამოპროექტი რომ შემოდის, გაცლობა ხდება, მათი აზრი გათვალისწინება ხდება, ანუ ინტერაქტივი გაცილებით მეტია და თავისუფლებაც ცალსახად უფრო მეტია, მაგრამ მეც შეფასებას ახლა ვინ რა გარიგებაშია, მე მაგას არ მაქვს უბრალოდ ინფორმაცია. ეგ მესმის ამას არ გთხოვთ. გთხოვთ იმას, რომ ბიზნეს გარემოზე რა გავლენას ახდენს. ანუ ყველა ჩემი კითხვა არის, ბიზნეს გარემოს რა ემართება. ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის პოლიტიკურ კრიზისში ბიზნეს გარემო როგორია, როგორ დავიცვათ და როგორ შევინარჩუნოთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბიზნესი და პოლიტიკა გამომიჯნოთ ერთმანეთისგან და ბიზნესი ამით გადარჩება. აი, რას გულისხმობთ კონკრეტულად, როდესაც მეუბნებით, რომ პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს ბიზნესი, რა არის ეს გამიჯვნა? ან რას გულისხმობთ პოლიტიკაში, რომლისგანაც ბიზნესი იმიჯნება? ანუ მოწოდებებია ბიზნესმა დაუშვათ, არ უნდა, იმიტომ რომ დიდი ძალა აქვს, დიდი რესურსი აქვს, როგორც თანამშრომლ დაქირავებულებზე და ისე ზოგადადაც, იმიტომ რესურს ფლობს და ანუ არ უნდა მიიღოს დაუშვათ აქციებში, გადატრიალებების ცდილობებში და მიტინგებში, ამას გულისხმობ, რომ ანუ მოწოდებების ნაწილში ბიზნესი არ უნდა იყოს წინა ხაზზე. ანუ ბიზნეს თავისი საქმე აქვს და ბიზნესმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. ბიზნესმა ეს მოწოდებების ნაწილი ყოველ შემთხვევაში 2500-მა კომპანიამ ახსნა შემდეგნაირად, რომ დრო არის საქართველოს გამოვიდეს საბჭოური მენტალობისგან, რომ ის აღარ იყოს ხელისუფლების დაკვეთის მხოლოდ აღმასრულებელი, არამედ იყოს დღის წესრიგის შემქმნელიც და იმ გარემოს შემქმნელი, რომელშიც მას უწევს, რომ ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში განვითარდეს. არ ეთანხმებით ამ სულისკვეთებას? მე არ ვეთანხმები იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა მოკლე მეხსიერებასთან არის აქ გვაქვს შეხება რა, ანუ ის რომ დავუშვათ ჩვენ რაღაც პოსტსაბჭოთა იმაში მივდივართ, არა. პირიქით, ანუ ნენელობ ვცდილობთ, რომ გამოვიდეთ ამ თემიდან და ამას ვადრი სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. იმიტომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამ ნაწილში სხვა ქვეყნებთან შევადაროთ, ხო? ანუ როგორც დავუშვათ აზრის გამოხატვის თავისუფლება მაგალითად რო ავიღოთ, ხო? ანუ აზერბაიჯანთან მიმართებაში თავისუფლება შევადაროთ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, ხო? თუნდაც სასულხეთთან მიმართებაში, ანუ არის მოლდავეთთან მიმართებაში. ვაცადოთ ახალ მედია კანონს ბატონო. კი ბატონო, ანუ ვაცადოთ, მაგრამ იქნებ ვასწრებთ აზერბაიჯანს. ხო. ხო, მაგრამ რატომ ვედრებით უარეს? უკეთეს შევედაროთ. იმიტომ რომ ამ ერთად სხვას ვის უნდა შევედაროთ, ხო? ანუ ჩვენ აქედან გამოვდივართ, ხო? ანუ რატომ აქამდე საქართველოს ამბიცია იყო, რომ მაგალითად აღმოსავლეთ ევროპას შედარებოდა? ანუ რატომ მარხავთ ამ ამბიციას და რატომ ვებნით უფრო მეტად რეგიონს? იმიტომ რომ ეს მთელი ბიზნესის განვითარების სტრატეგიაც სწორედ მაგას ემსახურება, ხო, რომ ევროკავშირთან და დავუშვათ აღმოსავლეთ პოლონეთთან და ბულგარეთთან მოხდეს უფრო მეტი ინტეგრაცია და სხვათა შორის ეს ესტონური მოდელი გვაქვს, ხო, მოგების ანუ ამ ნაწილშიც ორი ქვეყანა ვართ, ესტონეთი და საქართველო, რომელსაც ერთი მოდელი აქვს განაწილებული მოგების გადასახადი, ხო, და ჩვენ უფრო უკეთესი მოდელი გვაქვს ვიდრე ესტონეთში. ანუ ამ ნაწილში თავარია, რომ კანონმდებლობით მოხდეს ჰარმონიზება.